ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი შემომიერთა სტუდიაში. მადლობა მას დროებაში სტუმრობისთვის. ყოველთვის ძალიან ინტერესით გისმენთ მეც და ჩვენი მაყურებელიც. სანამ საუბარს დავიწყებთ, მაყურებელს უნდა ამ სიუჟეტის, აი ბოლო ფრაზებიდან გამომდინარე, რაც დინა თინერაძის ჰქონდა, რომ არავინ დააშილა და ასე შემდეგ. მაგაზე კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ წახალისების ელემენტები დღესაც გრძელდება და მე გადაცემის დასაწყისში ედიტორიალშივე საზოგადოებას ვაჩვენე კადრები, მათ შორის ფოტო, როგორ მიიღო, შეხვდა და შემდეგ გავრცელდა ფოტო. ახალარჩეული პატრიარქ შიო მესამე ხვდება აი ამ მოძალადე მახარაძეს, ექსტრემისტული, ღიად პრორუსული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ძალადობის. არც მალავდა, ხო, ჩვენ ვნახეთ ვიდეოები მათივე გადაცემებიდან 5 ივლისამდე, როცა ის ამბობდა, რომ ის არა მარტო მოუწოდებს ძალადობისკენ, ის სხვა გზასაც ვერ ხედავს და აუცილებლად ძალადობით უნდა მიაღწიონ თავიანთ მიზნებსა და შედეგებს. და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზავნილი, რაც ახალარჩეულ პატრიარქს შეიძლებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის გამოეგზავნა. და მე ვფიქრობ, ამაზე განმარტებები ნამდვილად ჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ. ასევე დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის დეკანოზ ჯაღმაიძის ასეთ აქტივობას რუსულ ქართულენოვან პროპაგანდისტულ არხზე, სადაც დაახლოებით ზუსტად იგივე მესიჯები ჟღერდება მისი მიერაც, რომელიც უკავშირდება დასავლეთის, ევროპის, ევროკავშირის ისე წარმოჩინებას, თითქოს ისინი არიან ამაში დამნაშავეები და ეს საპასუხო რეაქციები იყო, უბრალოდ ყველაფერი სწორად ვერ იმართა. ქალბატონო ჯანა, ჩემი შეკითხვა. მე დღეს თქვი, რომ 5 ივლისი გრძელდება ძალადობა, რომელიც არ შეფასდა და არ იქნა რეფლექსირებული ინსტიტუტების, საზოგადოების მიერ სათანადოდ, აუცილებლად ბრუნდება ხოლმე, შეიძლება ბრუნდებოდეს სხვადასხვა ფორმები, თუმცა ამ ფორმებშიც მაინცა და მაინც დიდ ფანტაზიას ვერ დავაბრალებთ. ახლა ქართულ ოცნებას, ამის მაგალითი თუნდაც გასული კვირა იყო პარლამენტში, რომ თავს დაესხნა ორგანიზებულად და ურტყეს თავიანთ მოწინააღმდეგეებს. ამ 5 წლის თავზე რამე შეიცვალა, რა შეგიძლიათ თქვათ? საომშვიდობისა, დიდი მადლობა გიორგი, რომ სწორედ დღეს მომიწვიეთ სასაუბროდ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ 5 ივლისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, ლექსოს ოჯახს მინდა გამოუხატო ჩემი თანადგომა, მის კოლეგებს, ყველას, ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი განგაშის სიგნალი იყო, რაც მოხდა 2021 წლის 5 ივლისს, მორიგი განგაშის სიგნალი იყო, იმიტომ რომ ეს დაიწყო, აი ესეთი რუსული ტიპის პოგრომები დაიწყო 2013 წლის 17 მაისს, შეირჩა, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც ადვილი მიზანში ამოსაღები და ეს ძალიან თანმიმდევრულად დღემდე გრძელდება და გამოიყენება ესეთი ცრუ ნაციონალური სენტიმენტები აი ამ ტემპერატურის მუდმივად შესანარჩუნებლად და კიდევ მეტად ასაწევად ძალადობრივი ტემპერატურის იდენტობის დაკარგვის შიშზე მიდის თამაში, ძალადობის დასჯა არ ხდება და ძალადობის წინააღმდეგ ვინც არის სამოქალაქო აქტივისტი თუ ჟურნალისტი, რომელიც ან აშუქებს, ან ცდილობს, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს, მოითხოვს სამართლიანობას, აი ხდება სწორედ ამ ადამიანების დასჯა, ბევრად უფრო სასტიკად, ვიდრე ვთქვათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები დაისაჯენ, ის კი არა და ჩვენ გვახსოვს, რომ ლექსოს სხეული გაიტაცეს ოჯახიდან, ჩაუტარეს ეგრეთ წოდებული ექსპერტიზა, რომელმაც უბრალოდ დანაშაულის დასაფარი დასკვნა დადო. 48 საათის განმავლობაში ამოიღეს ყველა კამერა, სადაც ლექსოს უმოძრავია იმ 2 დღის განმავლობაში. აქედან გამოიტანეს დასკვნები, დადეს ლეგენდა და რამდენი წელი დაჭირდათ ისიც fake ფალსიფიცირებულ საქმეზე, გურამ რო გავაიქნება ეს თუ მაგალითად ჩვენი კოლეგის პირველი ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემასთან დაკავშირებით დღემდე არაფერია გახსნილი, ქალაქის ცენტრში მომხდარი, პატრულის თვალწინ მომხდარი თავდასხმების თაობაზე, ხო? რაზეა ლაპარაკი საერთოდ? და თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიცვალა მხოლოდ უარესი.
უმრავლესობისკენ. ანუ ეს იყო ფაქტობრივად განგაშის სიგნალი, აი ინგლისური გამოთქმა არსებობს wake up call, გამომაფხიზლებელი ზარი იყო, რომელზეც არ გამოფხიზდა უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების და ის ნაწილი, რომელიც თქვა ამ ძალადობას წინ აღუდგა, ფაქტობრივად დღესაც იბრძვის, დღესაც ცდილობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, უბრალოდ ისინი არიან გამოცხადებული აკაცუკებად და ეს ირონიულად იქმნება სიძულვილის ენის დეპარტამენტი თუ განყოფილება, რომელიც სიძულვილის ენას ტირაჟირებს ფაქტობრივად. ფაქტობრივად მაღალი ტრიბუნებიდან ხდება აკაცუკის გამოთქმა თვითონ სიძულვილის ენის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, აი ქრესტომატიაში შესატანი მაგალითია და ამას იყენებენ მაღალი ტრიბუნებიდან. და დღევანდელი გზავნილი ის რომ თქვათ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი კათოლიკოს პატრიარქის გვერდზე ასე ვთქვათ პოზიციონირებს აი ეს ფაქტობრივად 5 წლის დავთანასე ახლოს ეს გზავნილია. ესეც გზავნილია რომ ძალადობა ამ სახელმწიფოში წახალისებულია ერის და ბერის მიერ. ანუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც ხარებას აჯილდოებენ იმის გამო რომ თავპირით დაალეწეს ახალგაზრდებს, ვინც მოითხოვს სამართლიანობას და ფაქტობრივად იგივე საკეთებს ეკლესია, მაშინაც როგორც 2013 წლის 17 მაისს წინა ფლანგზე იყო შეიარაღებული და ძალადობრივი მოწოდებებით, ასევე 2021 წელს სამშობლოსთვის იძალადეთ ლოზუნგით ფაქტიურად მკვლელობა ჩაიდინეს. მაშინ ვიცით რომ 53 ჟურნალისტი იყო ნაცემი და ლექსო გარდაიცვალა, ვერ გაუძლო ამ დაზიანებებს. და აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ლექსომ ვერ გაუძლო ფიზიკურად. და არიან ჩემი კოლეგები, რომლებიც ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურად. და მათ პროფესიიდან გასვლა მოუწიათ. მე კონკრეტიკისგან თავ შევიკავებ, მაგრამ ძალიან ღირსეული, ძალიან კარგი პროფესიული მომავლის მქონე ამავე დროს ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, რომლებიც დღეს პროფესიაში აღარ არიან ზუსტად ამ მოვლენების შემდეგ გამოტანილი თუ საზოგადოების მიერ გამოუტანილი დასკვნების გამო როგორც ჩანს. ხო, ამაზეც არის მიმართული. სხვადასხვანაირი ეფექტები ამაზე არის მიმართული. ფაქტიურად რუსული ჰიბრიდული ომი რაზეა მიმართული სამოქალაქო სექტორის ასე ვთქვათ უნებელყოფაზე, გაუქმებაზე, ობიექტური მედიას გაუქმებაზე, სიმართლის ასახვის გაუქმებაზე, მხოლოდ ასე ვთქვათ კონსტრუირებული სინამდვილის აი როგორც იმედი აკონსტრუირებს სინამდვილეს, რომელშიც ჩვენ თურმე მშვიდობაში ვართ. გაბატონო ჯანა, თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის აი კაპიტალიზებენ ესენი იდენტობის იდენტობა რო არ დავკარგო და ეს არის ერთ-ერთი ამაზე ეწყობა. მე უმცირესობების თემები იქნება ეს თუ ევროპაზე რაღაცების დაბრალები და ასე შემდეგ, მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარეობს რაღაცა პროცესები, აი რომელზეც რეცეპტორი გრძნობიერობა საერთოდ დაკარგული აქვს მათ შორის მათ მხარდამჭერებსაც როგორც ჩანს, იმიტომ რომ ასეთი ღია აქტიური უტიფარი და ვიტყოდი აი ტოლუ პროპაგანდის კომპონენტი, რომელიც უკავშირდება მაგალითად ირანთან ურთიერთობებში რაციონალურობის ელემენტს, ხო? რაციონალური ურთიერთობების წინააღმდეგ საერთოდ არავინ არ ავართ. კარგად გვესმის რეგიონალური სპეციფიკაც და კარგად გვესმის უსაფრთხოების აუცილებლობაც და ეგ არნიშნავს, რომ მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდო და შენი ტერიტორია სათარეშოდ უქციო, ასე ვთქვათ, პირდაპირ საფრთხეების მატარებელ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პრობლემების მომტან ჯგუფებს, მაგრამ აი ირანთან მიმართებაში როცა მისი ელჩი შენ გიყვება სრულიად განსხვავებულ კი არა საპირისპირო ისტორიას საქართველოს, ქართულ სამეფოებს, ქართულ ხალხს, ქართულ მეფეებს, ქართულ წმინდანებსა და ირანის, სპარსეთის, შახის, მათი დამოკიდებულებებისა, ამაზე შეიძლება რომ ქართველს
არ ქონდეს რეაქცია უბრალოდ ამას იღებდეს როგორც ჩვეულებრივი ამბავი კი არა ატარებდეს სალყურში და იქით რომ ვიღაცა ეტყვის რომ ევროპა მოვა და გადაგაგვარებს და შენს კაცებს ძალით გაათხოვებენ და რაღაცებს ამაზე ენთებოდეს აი ფსიქოლოგიურად რა ხდება ამ დროს ამ ადამიანების თავში სხვათა შორის აი პრინციპში ეს არის მორალური ვექტორის გათიშვა სრულიად ხო იმიტომ რომ თუ თქვა წინათ აპელირებდნენ მახარაძისნაირი ხალხი და თქვა ვინც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა წლებია ხო მაღალი ტრიბუნებიდან იმაზე რომ რუსეთი ერთმოწმუნეა და მასთან ამიტომ უნდა ვიყოთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრჯერ დაგვავიქტიმა მისი კოლონია ვიყავით მოგვისპო მთლიანად მოაზროვნე ელიტა და ასე შემდეგ 10% მოსახლეობის ფაქტიურად დაუქვემდებარა რეპრესიებს ეხლა უკვე იმდენად ასე ვთქვათ ბრუნი აწია პროპაგანდამ რომ უკვე აღარ აქცევს ყურადღებას რაციონალური ვექტორი აბსოლუტურად გაითიშა უკვე ვთქვათ ირანი რომელიც ისტორიული მთელი გარეჯა საქართველოა კამპანია რაზე იყო აგებული რომ ანდა როცა რუსეთზე იტყოდი რომ დასავლეთზე იტყოდი რომ ვთქვათ დასავლური ინტეგრაცია არის გადარჩენის გზა საქართველოსთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზა ამბობდნენ თუ ესე იგი რუსია მტერი, მაშინ თურქიც არის მტერი. ხო? და თურქეთი მუსლიმური ნიშნით ასე ვთქვათ, ხო? ეხლა ირანზე ეს აზროვნების ვექტორი გაითიშა უკვე. იმდენად ჩათვალეს, რომ მოსახლეობა ზომბირებულია და პრინციპში ალბათ ასეც არის, რახან პროტესტის ტალღა არ იღვიწებს. საქმე იმაშია, რომ ეს ისეთი საკითხია, როცა მორალური და აზროვნების ვექტორი ითიშება, რომ ძალიან ბევრ დიდ ფსიქოლოგს აინტერესებდა სხვათა შორის. აი მაგალითად ალბერტ ბანდურას აინტერესებდა, სხვათა შორის აი უკვე სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ფილიპ ზიმბარტო ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა, თქვათ, როგორ არის ლუციფერის ეფექტი, როგორ ხდება, რომ ადამიანი იქცევა მოძალადეთ გარკვეულ პირობებში სოციალური როლიდან გამომდინარე. ხო, როგორც ჩვენ მაგალითად პოლიციურ ძალებს მოუვიდათ პროტესტანტების დარბევის დროს, ხო, რომ ფაქტობრივად არაადამიანურად მოიქცნენ. აი ზიმბარტო უკვე აკვირდებოდა იმას, როგორ ხდება სხვათა შორის სადღაც 2000-იანების დასაწყისში როგორ ხდება რომ ამორალურ საქციელს თვალს უხუჭავს ადამიანი ან ამართლებს აი ეს აინტერესებდა და შემოიტანა მორალური გათიშვის ცნება moral disengagement ინგლისურად ასე ჟღერს აი შეიძლება მორალური გამორთვაც ვთარგმნოთ მორალური გათიშვაც ანუ რა არის როდესაც მთელი რიგი აი ესე იგი მორალისგან ჩახსნა შეიძლება ჩახსნა ხო მორალისგან ჩახსნა ესე იგი ერთის მხრივ ეს არის გარკვეულ კონტექსტში წესიერი მოქალაქე შვილი უყვარს შვილისთვის კაი მომავალი უნდა ამისთვის შეიძლება გადააფრინოს ცოლი აფშობიაროს ამერიკაში მერე ჩამოვიდეს მაგრამ აქ რო ფაქტიურად მთელ ქვეყანას მომავალს აკარგვინებს ისე იქცევა ჩახსნილი აქვს მორალი აღმოჩნდა რომ მთელი რიგი ფსიქოლოგიური მექანიზმები ედება ამას საფუძვლად აი მაგალითად ეგრეთ წოდებული პასუხისგებლობის დიფუზია რომ ან ჯგუფის წევრია და ვთქვათ ამიტომ ამაზე არ არის პასუხისგებლობა ვიღაცაზე არის ლიდერზე ან ვთქვათ აღიქვამს სიტუაციას განსხვავებულად მაგალითად ვერ აღიქვამს მაგრამ რაც ლექსოზე მოხდა რომ კი არ მოკლეს თვითონ მოიწამლა თავი ოპიუმით ხო აი ტყუილის დაჯერება ხდება ან ხდება უარყოფა სინამდვილის არ მოხდა რა რაც მოხდა აი ლექსოს სიკვდილს როგორ უკეთებენ ინტერპრეტაციას რომ არ მოუკლავთ ხო ანუ მთელი რიგი მექანიზმები ირთვება რომელიც მორალურად ჩახსნის ადამიანს ჩახსნილი არის მორალურად და ყველაფერს ამართლებს მე უკვე ვთქვათ ის რომ ანძაინთება ირანის ფერებით იმ დღეს როდესაც არის ვთქვათ ჩვენი ისტორიული თარიღი გადასახლების და ასე შემდეგ ფაქტობრივად უკვე აღარ რეაგირებს ჩახსნილი აქვს მასზე არ არის პასუხისგებლობა არიჯერებს სინამდვილეში რა ხდება და უკვე შედეგების უარყოფით შედეგების უარყოფას აქვს ადგილი ამ თემის ამოწურვა შეუძლებელია თან ისეთ კორიფეები და სახელით რომლებიც ამაზე ფიქრობდნენ, წერდნენ, აზრობდნენ, ხო, მაგრამ გამოსავლის პოვნა, ასე უხეშად რო ვთქვათ, მეცნიერულად
ძალიან კომპლექსურ მოცემულობას მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებით. სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს რამდენადაც ამ ტიპის პროპაგანდისტული ოპერაციები ეხება უკვე ძალიან ღრმა ნერვებს, ძალიან ღრმა მეხსიერებას, რომელიც ყველა ქართველს საქართველოში გააჩნია, რაც არ უნდა ვთქვა. ანუ რამდენხან შეიძლება ეს ჩახსნა გაგრძელდეს. სანამ მას რაღაც უსამართლობა არ შეეხება, თუ რა შეიძლება იყოს ტრიგერი, აღმძვრელი, რომელიც ამ სიტუაციას დრამატულად შეცვლის. ხო, ესე იგი სამწუხაროდ ეხლა ისე მიდის პროცესები, საკმაოდ მართული პროცესებია. აი ხა ჩვენ ვხედავთ, რომ 21 ივლისის ამბებს იყენებენ დასავლეთის კიდევ ერთხელ გასალანცხად, ანუ ფაქტიურად რუსული ჰიბრიდული ომის სპეცოპერაციების გზავნილების ფორმირებისთვის. ეხლა მაგალითად სახელმწიფოების ცვლილება ხდება. ეს რუსეთში მოხდა 2012 წელს, პუტინის ბრძანებით ერთიანი სტანდარტი შეიმუშავეს, ერთიანი ნარატივი სახელმწიფოებში. იგივე პროცესი, ანუ ძალიან ასე ვთქვათ, სხვადასხვა სფეროებიდან გვიტევენ, ჩვენ ისტორიულ მეხსიერებას უტევენ. აი ნახოთ რა იქნება იმ სახელმწიფოებში, ხო ძალიან გაუმჭვირვალე პროცესია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ძალიან დაბლა ეცემი, ფსკერს თუ დაკარი ფეხი, ამოგაგდება წყალი, ხო? და აი ალბათ აი ამ ზღრულ წერტილს უნდა მივახციოთ. სხვა შორის, ეხლა გავიგე რომ ასევე კანონმდებლობა შემოუღიათ, რომ შეიძლება იძულებით გაგასახლონ შენი საცხოვრებელი ადგილიდან, თუ ჩათვალა სახელმწიფომ, რომ რაღაცისთვის ჭირდება ეს ადგილი. კი, ეს ამის რამდენიმე ცნობილი ფაქტი მოვლენა მიმდინარეობს. ეხლა მაგალითად, ერთ-ერთ მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის სახლ-მუზეუმის გახსნისთვის აგერ უთავისუფლებენ ტერიტორიას ადამიანებს, რომლებთანაც მოლაპარაკება ვერ შეძლეს თუ დიდად არ მოიწადინეს და მათ კერძო საკუთრებას ფაქტობრივად ის ჩამორთმევას ექვემდებარება. სხვა მაგალითებიც არის. საუნივერსიტეტო რუსთავში მაგალითად ტერიტორია, იქაც დავა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. რისი თქმა მინდა, რომ აი უკვე ფაქტობრივად მივედით იმ ეტაპამდე, როცა კარებზე მოუკაკუნებს ყველას, რომ ან გაასახლებენ, ან მოკლედ დააჯარიმებენ, აი ხა თავისივე ასე ვთქვათ, მომხრეებს აჯარიმებენ 5000 თვით და ასე შემდეგ ამ ვითომ სიძულვილის ენის გამ. ანუ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ცუდია, მით უფრო კარგია დღევანდელ დღეს. იმიტომ რომ ძალიან დავკარგეთ ბევრი დრო, ძალიან უკან დავიხიეთ. ფაქტობრივად ძალიან დიდი ეს ცუდი რაც უფრო აღსაქმელი ხდება. მაგრამ რაც უფრო აღსაქმელი ხდება და რაც უფრო თითოეული ადამიანი გააცნობიერებს, რომ ეს მასაც ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თვალსაჩინო არის გასული საუკუნის 20-იანი 30-იანი წლები, როგორც მაგალითი, მაინც აი ხო ნახეთ, აი ეს გამომაფხიზლებელი ზარის ფენომენი არ მუშაობს საქართველოში, სანამ შენ ზუსტად კარზე არ მოგიგაკუნებს და აი ალბათ ამის იმედი უნდა გქონდეს, რომ რაც უფრო ცუდია, მით უფრო თვალსაჩინოა და ალბათ მით უფრო გამოსაფხიზლებელია და იმედია რომ ნუ საბჭოთა წყობა 2021 წლის რეკოლონიზაციის მერე 70 წელი გაგრძელდა. იმედია რომ 70 წელი არ დაგჭირდება იმისთვის რომ შავი და თეთრი გავარჩიოთ, კარგი და ცუდი გავარჩიოთ და გავარჩიოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ავთენტური, ცრუ, ასე ვთქვათ, მოკლედ წიგნის ყდაზე რო არ დაიყვანება იმისგან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ჯიანა.